მოგვეპოვება ცნობები ალბანური დამწერლობით შესრულებულ სხვა ტექსტებზეც. ასე მაგალითად, პროფესორი ზაზა ალექსიძე მის ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ ერევნის მატენადარანში ინახება მე-17-18 საუკუნეების სომხური ხელნაწერი, რომელსაც სათაურად წამზღვრებულია შემდეგი ტექსტი: წმინდა და ღვთაებრივი მირონის შესახებ, რომელიც იპოვეს წმინდა მამებმა აღმოსავლეთში ალბანურ ენაზე და თარგმნეს სომხურად. ასევე არსებობს ზეპირი გადმოცემა 1906 წელს ალბანეთის სამეფოს პირველი დედაქალაქიდან, ქაბალადან გატანილი 6 ტრიქონიანი ალბანური წარწერის შესახებ. ეს წარწერა სავარაუდოდ რუსეთშია გატანილი და მისი კვალი დაკარგულია. ადრეულ შუა საუკუნეებში ალბანელთა სამეფოს ტერიტორიაზე თუ წმინდა მიწაზე ალბანურ რელიგიურ კერებში არაერთი ალბანური ტექსტი თუ წარწერა არსებობდა, რომლებიც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს, ან ჯერ კიდევ აღმოჩენას ელოდებიან. ადრეულ შუა საუკუნეებშივე ალბანთა ერთიანი სახელმწიფოს ჩამოშლასთან ერთად დაიწყო გაქრობა ადგილობრივმა დამწერლობამ. სომხური ეკლესიის გავლენის ზრდასთან ერთად კავკასიის ალბანეთის ძირითად ტერიტორიებზე ალბანური სომხურით ჩანაცვლდა. თუმცა ალბანელთა ერთმა ნაწილმა, უდიებმა, დღემდე შეინარჩუნეს საკუთარი ენა, რომელიც ამჟამად იუნესკოს მიერ შეტანილია გაქრობის საფრთხის წინაშე არსებულ ენათა სიაში. უდიური ენა, რომელიც უდიურად ასე ჟღერს, უდინ-მუს, საუკუნეთა განმავლობაში განიცადა სხვადასხვა რეგიონალური ენის გავლენა. ამ ენებს შორის არის სპარსული, სომხური, აზერბაიჯანული, რიგ შემთხვევებში ქართულიც კი. ამ ენას ორი დიალექტი, ანუ კილო გააჩნია: ვართაშნული და ნიჭური. უდიური ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის 2018 წლიდან დავაწესეთ კავკასიის ალბანური, იგივე უდიური ენის დღე, რომელიც 28 სექტემბერს აღინიშნება. როგორც მოგახსენეთ, ილია აბულაძემ სწორედ 1927 წლის 28 სექტემბერს აღმოაჩინა ახლიდან ალბანელთა ანბანი.